წადით გოგოებო, მოდით პუდრა წავისვათ და შეგვიძლიათ კაფეში ერთი წარმით ეს გესმით? ბაყაყები რაღაცაზე ჩურჩულებენ, მოდით მოვუსმინოთ. გოგოებო, ჩემი აზრით, ბანის უნდა მოვუწყოთ ამბოხი. აწიეთ ხელი ვისკინდათ. მე, შვენიერი. ბლონდი, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ ვუწყობთ ამბოხს? იმიტომ, რომ სკოლაში ესე დადიან და თავი ყველაზე მაგრები გონიათ. გოგოებო, დავიღალეთ უკვე ამ კამათით. შეიძლება რომ ჩვენ მაინც არ ჩავერიოთ. არა, ჩვენთან ერთად იქნები, რომ ბანის უფრო შეეშინდეს. რაც უფრო მეტი, მით უკეთესი. ყველა წავა, 6-ნი ვართ, ჩვენ 4-ნი არიან ისინი. შეეშინდებათ. და კალათბურთელებს რომ დაუძახონ? ხო, ზუსტად. იცით რა მოხდება თუ ბაჭიები კალათბურთელებს დაურეკავენ? მერე კალათბურთელები ჩვენ გვეჩხუბებიან. ზუბ, კალათბურთელების გეშინია? არა, მხოლოდ ოდნავ. რამე კომფორტული უნდა ჩავიცვათ, ფეხებს ვერ ვიქნევთ ქვედა ბოლოებში. ჟენია, ერთი წამით გიჟი ხარ? ფეხებს არ ვიქნევთ, უბრალოდ ძლიერად დავარტყავთ. გაიგე? რა? ეს გაიგეთ? გიჟები არიან ბაყაყები, აღარ შემიძლია. კარგით, ყველას მოგძებნით გაკვეთილების შემდეგ, ყველა დამელოდეთ სკოლის შესასვლელში. კარგი. Yana, როგორც ადმინისტრატორი ამ სკოლის, შენ უნდა გაუმკლავდე ამ ყველაფერს, ეს არ არის ნორმალური. ბაყაყებს უნდათ რომ ჩვენთან ჩხუბი მოაწყონ. ხო, წადი და უთხრა რომ არ არის აქ ნებადართული. ჩვენ ამის გადაჭრა არ უნდა გვიწევდეს. ერთი წამი გაჩერდით, ზედმეტი ინფორმაცია, ნელ-ნელა. კარგი, Yana, მეტი დეტალი. ბაყაყებმა მე-12 ოთახში ჩუმად მოაწყეს რაღაც ბანის წინააღმდეგ. ხო, უნდათ რომ მოგვიგვარონ რაღაცები, მაგრამ რისთვის ჩვენ ყველაზე საყვარელი გოგოები ვართ მთელ სკოლაში. ხო, გეთანხმებით, ჩვენზე საყვარელი არავინ არ არის. გოგოებო, სერიოზულად, მე ვარ 1-4-ის წინააღმდეგ? არა, თქვენი პრობლემაა და თქვენ თვითონ გადაჭერით. ჰაუ, მაგარია ჩვენი სკოლის ადმინისტრატორი, რომელსაც არ უნდა რომ პრობლემებში ჩაერთოს. კარგი, გონი დროა კალათბურთელებთან წავიდეთ. ხო, წადით და ვიწუწუნეთ თქვენს კალათბურთელებთან. მე არავის საქმეში არ ჩავერევი, მით უმეტეს ამბოხებში. კარგი, გოგოებო, ახლა რა გავაკეთოთ? კალათბურთელებს ვუთხრათ, უარ მინდა რომ ჩავრთო. ბაჭიებო, გამარჯობა. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ. მართლა არ მინდა რომ ჩვენი ბიჭები ამაში ჩავრთო. არ მესმის ბაყაყები, რატომ არ ნებდებიან, რატომ გვაჩხუბებიან? უნდათ რომ მოვიდნენ და გვაჩვენონ რომ ყველაზე მაგრები არიან. ეგ არასდროს მოხდება. იმდენი გეგმა მქონდა დღეისთვის, მაგრამ ბაყაყებმა ყველა გააფუჭეს. კარგი, გოგოებო, ასე არ მოიქცევით, უნდა მიუსვათ საკუთარ ადგილას, ერთხელ და სამუდამოდ. ბაყაყები ბევრნი არიან, ჩვენ ცოტა, ერთი თითით გაგვანადგურებენ. ხო, მეც ეგრე მგონია კი. არა, რა სისულელეა, უბრალოდ ბოლომდე ვიჩხუბებთ. გოგოებო, ბაყაყები ფიქრობენ, რაღაცა მოხდება, მაგრამ სიამოვნებაში არაფერი, ჩვენ ბანი ვართ, ამას შევძლებთ, უფრო ძლიერები ვართ, საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია. Yana, სიას დამიწერ. კარგი, მასწავლებელო მაიკ. ბაყაყები საუკეთესოები არიან. ხო, მართალი ხარ, Yana. მართალი ხარ. ბაყაყები საუკეთესოები არიან, მაგრები ხართ. გამარჯობა ბაყაყებო, გამარჯობა ბანი. იმედი მაქვს გაკვეთილების შემდეგ არსად არ გაიქცევით. თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს. მაგარი სიურპრიზი. შოკში იქნებით. გაიგეთ, ბაყაყები ამ ჩხუბს ეძახიან სიურპრიზს. ხო, მთავარია რომ არ იციან რომ ყველაფერი გავიგეთ. მართალია, კარგად მომემზადებით. გოგოებო, გთავაზობთ რომ ჯერ გემრიელი შოკოლადი დავლიოთ. მასკოტ, მინდა რომ კომპლიმენტი გითხრა, ძალიან კარგად მუშაობ, ძალიან მიხარია. ტრენერები, მადლობა. ხო, იცით ეს გუნდია. დღეიდან ვეცდები რომ კიდევ უფრო უკეთესი ვიყო. ხო, გოგოებმა შენგან რამე უნდა ისწავლონ. ტრენერები, თქვენ დაგვიძახეთ. ვაუ, ბიჭებო, მაგრად გამოიყურებით. ძალიან დიდი მადლობა ტრენერები კომპლიმენტისთვის. ვიცით. მართლა ფიქრობთ რომ კომპლიმენტი გითხარით, ეს რა არის? ყალბი სამკაული რა არის? მოიცა ტრენერები ლექციის ასაკითხად დაგვიძახეთ. მაშინ მივდივართ. ტიმურ რაშები დაბრუნდი ტრენერია. ტრენერები რა არ მოგწოთ? თემის სკოლა კომპლიმენტებს გვეუბნება. ხო, მარტო ეგ კი არა, ჩვენთან ფოტოებს იღებენ. ამიტომ პირდაპირ გითხარით რა გინდათ. უაზროდ ლაპარაკის დრო არ გვაქვს. კალათბურთელებო, მოდი ტრენერების წესიერ დელაპარაკეთ. მასკოტ, არა უშავს. კალათბურთელებო, ვიცი რომ ეს უხეშობა თქვენი ამბავია, არა უშავს. კარგი, თავარ საქმეზე გადავიდეთ. გოგოებს შეჯიბრებთ 2 კვირაში. ისე გვეუბნებით, თითქოს ჩვენ არ ვიცით. რა გინდათ ვერ გავიგე. ჩვენი გოგოები ჩვენ ყველაფერს გვეუბნებიან, საიდუმლოს არ ინახავენ. ძალიან კარგი თუ იცით, მაშინ არანაირი პაემნები, კაფეები, კინოები. მთავარია ახლა მათთვის ვარჯიში. პირველ ადგილას უნდა იყოს გოგოებისთვის. მაგარია, უკვე დავიღალი ამ ჩემპიონატებით. მაგრამ ისე რომ იცოდეთ, მე და ნასტია ხვალ პაემანზე მივდივართ და დროც უკვე შეთანხმებულია.
ვა, სმაილ, როგორც შეშინდა დიანას არ გაქვთ ხოლ პაიმანი. ვა, რა მაგარია. მაშინ მასკოტსაც და მაიასაც უთხარით, რომ პაიმანები აღარ შეიძლება. თორე უსამართლობა იქნება. მასკოტისთვის არაფრის თქმა არ არის საჭირო და მაიასაც უკვე უთხარი, რომ ჩემპიონატამდე პაიმანები არ გვექნება. კალათბურთელებმა მგონი ერთმანეთს გავუგეთ. თუ გავიგებ, რომ ვინმე რომელიმე გოგო წაიყვანა კინოში, პრობლემები გექნებათ. ყველაფერი გასაგებია? კარგი ბიჭებო, კარგად. 2 წამი გაჩერდი. მასკოტ, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ? გინდა რომ ტრენერები შეეტენო, ხო? მიდი, აბა შენი თავი დაიჭირე. თავი დამიბრუნდეთ. ბიჭებო, თავი დამიბრუნდეთ. დაიჭირე. ფეხბურთელები გამძლეები არიან, ფეხბურთელები ყველას ამარცხებენ, ფეხბურთელები მაგრები არიან. გოგოებო, თქვენი ლიმონათი, მადლობა პიცა. ფეხბურთელები გამძლეები არიან, ფეხბურთელები ყველას ამარცხებენ, ფეხბურთელები მაგრები არიან. გოგოებო, ფეხბურთელები რა სჭირთ მაგათ? მგონი მეთად შეჯიბრი აქვთ, რა ყველა შეჯიბრი აქვს. რა სასაცილო ვარჯიში აქვთ? ხო, რას ქვია, ყველას ამარცხებენ, რანაირი სლოგანია ეს საერთოდ? მაგრები არიან. ფეხბურთელები არიან, ფეხბურთელები ყველას ამარცხებენ, ფეხბურთელები მაგრები არიან. კოსტა ზალინა ფეხბურთელი გახდა? ხო, ძლივს. უკვე თმის მიჭამ დამთავისი ჩერლიდერობით. ხო, მაგრამ ზალინა როგორც ფეხბურთელი არც ისე კარგია. შენ ლორენს შეხედე. არა, უბრალოდ გუნდს რო კოჭები ქვია, ეგარ მომწონს. მაგრები არიან. კოსტა, როგორ გამოვიყურები ლორენის გუნდში? დიმა, ჩვენი გუნდი აუცილებლად გაიმარჯვებს. ნახავთ, იქნებ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს. ხო, რაღაც არ ამგონია კოჭებმა გაიმარჯვოთ. დიმა, ნახავ, ამჯერად მართლა მოვიგებთ. კარგად ვემზადებოდით. მაგარია. ფეხბურთელები ძლიერები არიან, ფეხბურთელები ყველას ამარცხებენ, ფეხბურთელები მაგრები არიან. მიყვარს ჩვენს კაფეში რომ ვარჯიშობ. ხო, რა უნდა გააკეთო? ვარჯიშობენ ჭამენ. ხო, ჭამა უყვართ. პიცა ფეხბურთელები არიან. წონა მათთვის მნიშვნელოვანია. ვარჯიში და ახლა ჭამის დროა. 4 პიცა ორმაგი ყველით. ვა, მართლა რამდენს ჭამენ? ხო, ამდენი ჭამა ვარჯიშის მერეც არ შეიძლება. სმუზი? გოგოებო, ჩვენი თუ არ ეშინიათ ბაყაყებს, ცუდი გოგოების ვფიქრობ უეჭველი შეეშინდებათ. მაგარია, სად უპოვოთ ახლა ცუდი გოგოები? ხო, ასეთი მეგობრები არ გყავს ცუდები. მხოლოდ კარგი მეგობრები გყავს. ჩვენ უნდა გავხდეთ ცუდი გოგოები. მეც რა? ხო, ან ჩვენ ორი. დიანა, მიხვდები, რომ ჩვენ ვართ. კნოპა არ დამიმთავრებია. გოგოებო, თქვენი კალათბურთელები უკვე ყელში არიან. მასკოტ, რა მოხდა? რა დაგიშავეს? იცი თქვენმა კალათბურთელებმა რა გააკეთეს? ჩემი კოსტუმის თავი აიღეს და აქეთ იქით ისროდნენ მთელ დარბაზში. გეგონება ნამდვილი ბურთი იყოს. მასკოტ, უბრალოდ ხუმრობდნენ. არა, ეგრე არ იყო. კარგი მასკოტო, წუხვართ, დაველაპარაკებით, მაგრამ მოგვიანებით, ახლა სხვა პრობლემები გვაქვს. არა გოგოებო, ეს ნორმალური არ არის. უთხარით თქვენს კალათბურთელებს, რომ ჩემ მასკოტს თავი დაანებონ. კარგით. და მასკოტ, ვინ ისროდა ზუსტად შენს თავს? ყველა, საერთოდ ყველა აკეთებდა. სმაილი, ტიმური, რომეო, საკატი. იცოდეთ, ამას თუ რამე დაემართება, თვითონ გააკეთებენ. კარგი მასკოტ, დამშვიდდი, ნუ ეხები ჩემს მასკოტს. კარგი, არ ვეხები. გოგოებო, დაწყნარდით მასკოტ, მომისმინე კალათბურთელებს დაველაპარაკებით, მაგრამ ახლა უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს. ხო, გოგოებო, რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემა არაფერი არ არის. მხოლოდ ის, რომ ჩემი თავი დაფრინავდა აქეთ იქით. მასკოტ, რას მიირთმევ? არა, არაფერი არ მინდა. უფრო სწორად, ერთი ცივი წყალი მინდა. მასკოტ, რა არ გინდა ფრეში, სტაფილოსი? როცა დასტრესილი ხარ, სტაფილოს წვენიც აღარ გინდა. დიანა, კიდევ რა უნდა გეთქვა? კარგი გოგოებო, თითოეული ჩვენგანი აირჩევს ერთ თითს და გადაწყდება, ვინ იჩხუბებს ბაყაყებთან. ხო? თითს უარჩევ და ნასტია მოუწევს, მაშინ არ ვიცი რა უნდა ვქნა. მეც არ ვარ მოჩხუბარე ადამიანი. 4 სახელია და 4 თითი. დიანა, კნოპა, მაია და ნასტია. 2 ჩვენგანი უნდა გახდეს ცუდი გოგო და იჩხუბოს. გასაგებია, აირჩიეთ თითები. მიდით. ღმერთო ჩემო, კარგი, აი ეს. მე ეს მინდა. დიანა, ვინ გახდება ცუდი გოგო? გილოცავთ, კნოპა და ნასტია გახდებიან ცუდი გოგოები. აუ, ჯანდაბა. გოგოებო, ახლა ჩვენი დამცველები ხართ. ხო, კარგი არის ნერვიულოთ, ბაყაყები ვერაფერს მიხვდებიან. ხო, ჩემს პოპულარულ სახეს ვერავინ ვერ შეამჩნევს, აი კი. მომისმინე, გეგმა მაქვს, ვერ შეამჩნევენ. რას ფიქრობ, დიანა? დროა კოსმეტიკა წავისვათ, რადგან ბაყაყები ყოველთვის ლამაზები არიან. ჩვენ არ გაგვიკეთებია, არა? მაგრამ ყველა ფიქრობს.
იფიქრონ მერე, მთავარია რომ არ გაგვიკეთებია. კაი, მთავარია რომ მალე გამოვიქეცით, ყველაფერი კარგად იქნება. ლუზერებო, გაჩვდით, მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს. ხო, ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დაგვემართა, ვიღაცა მაურია და ჩვენ მგონი ვართ. კარგია რომ პოლიციელმა ჯორჯმა არაფერი იცის. ლუზერებო, აბა მითხარით ვინ გატეხა ფანჯარა ბურთით. დროზე მითხარით, ვიცი რომ თქვენ იყავით. პროვასტი, რა თქვი? კარგია რომ ჯორჯმა? ანუ იცის. ჯანდაბა გოგოებო, დამოვიწყდა რომ აქ არის ჯორჯი, მან არ უნდა გაიგოს ჩვენი ამბავის შესახებ. ხო მიცით. ხო, თორემ მართლად იჩარში ვიქნებით. კარგი, მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხავ. ვინ გატეხა ფანჯარა ამ პატარა ბურთით? გამარჯობა ჯორჯ, ჩვენ არ ვიყავით. კარგი გოგოები ვართ. ხო და ჩვენი შეყვარებულებიც კარგები არიან. ფანჯარა ცხოვრებაში არ გამიტეხავს, განსაკუთრებით სავიფარეშოში. ლუზერებო, თქვენ გეხებათ, მაგიდის ტენის ყველაზე ხშირად ვინ თამაშობს? ბიჭები, მაგრამ ჩვენ არ გაგვიტეხავს. კარგი ლუზერებო, მაშინ მომიწევს რომ ახალ დირექტორთან წაგიყვანოთ. მისმინე ჯორჯ, მგონი ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ დირექტორთან წაიყვან და გაარკვიოთ ვინ ჩატეხა ეს ფანჯარა. კერა, მოდი მე თვითონ გადავწყვეტ რა უნდა გავაკეთო. უბრალოდ რჩევა იყო. გოგოებო, ახლა ვინ უნდა წავიდეთ ის ლუზერების საქმეს მიხედავს და ვერ შეამჩნევს ჩვენს ჯგუფს. ხო? ლუზერებო, რატო დგახართ დროზე დირექტორთან? ჯორჯ, ჩვენ არ ვიყავით. ყოველთვის ლუზერები რატომ ექცევიან? მოიცა, შენ ვარდისფერდიანი, შენს ლუზერი ხარ? წამო. მე არ ვარ ლუზერი, მე უბრალოდ ჯულის მეგობარი ვარ. ხო, მეგობარო, წავედით. კარგი, მაშინ ახლა ყველა ლუზერი და ჯულის მეგობარი დირექტორთან წამოვა. აბა როგორია? ხო, გოგოებო, ნამდვილად არ გავხართ მოჩხუბარებს. აუ, პრობლემა ის არის, რომ თქვენი სახე ჩანს. დიანა, რა თქმა უნდა, კეპები გვახურავს. ვერ ჩამოვწევთ. ხო, ბაყაყები მიხვდებიან. გოგოებო, სერიოზულად ეჩხუბებით გომბეშვებს. როგორიც უნდა თავი ისე წარმოედგინოთ, მათ პროვოკაციებს არ უნდა აყვეთ. სერიოზულად, მასკოტ, სერიოზულად, მაშინ შენ რატომ წამოეგი კალათბურთელების ხუმრობაზე? არა, მასკოტ, გვინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ბაყაყები გოგოებო, გავაჩვენოთ. კარგი, როგორც გინდათ, თქვენი საქმეა. კარგი, რა გავაკეთოთ? ერთი წუთით გოგოებო, უნდა მოვიფიქროთ. დიანა, მიდი, იფიქრე, მიდი. გამარჯობა გოგოებო, თქვენ სად მიდიხართ? ველოსიპედებით სასეირნოდ? ხო, ველოსიპედებით. ნეტავ. წვრთნელოები, რომ გითხრათ, დამპირდებით, რომ არავის არ ეტყვით? რა თქმა უნდა, დიანა, სამშობლოს შევინახავ. ბაყაყებს უნდათ რომ გვეჭხუბონ გაკვეთილების შემდეგ დღეს. ხო, და ჩვენ გვინდა რომ შევაშინოთ. ხო, ჩვენ შევაშინებთ. გოგოებო, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რა გინდათ, მაგრამ სპორტულ გოგოებს უფრო გავხართ და არა საშიშებს. ხო, კალათბურთელები სად არიან? გავაფრთხილე რომ არანაირ პაემნებზე არ უნდა წაგიყვანონ. ხო, მწვრთნელოები არ გინდათ რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? გთხოვთ. არა, გოგოებო, მე მწვრთნელი ვარ, ჩემი ეგეთი ამბები დიდი ხნის წინ დამთავრდა. კარგი წარმატებები, ახლა მივდივარ. წავედი, კარგად. რა საყვარელად გაიქცა? ალბათ ბაყაყების მასაც ეშინია. დიანა, რა ვქნათ? ბაყაყები შეგუჭამენ. კარგი, ერთი იდეა მაქვს. ბალაკლავები. ვაუ, გომბეშვები ასე მართლა ვერ გვიცნობენ. აი, ეს დიანა უკვე კარგი საქმეა. რატო არ თქვი აქამდე? კარგი, ნაკლები საუბარი, მეტი კეპი და ბალაკლავა. მოვიგებთ აუცილებლად. მზად ვართ. გოგოებო, ეს ყველაფერი არ არის. აი, ყველაზე საშიში 엘ემენტი. შეეშინდებათ ძალიან. ხო, მართალია. ვიღაცა ძალიან შევაშინებთ. ისე შეიძლება რომ ერთი მეც ვქონდეს, რომ კალათბურთელებს მივხედო. მასკოტ, არ ინერვიულო, მე გავუმკლავდები კალათბურთელებს. გოგოებო, დამთავრდა გაკვეთილები, წავედით, ვიჩხუბოთ, წავედით. არ დაგავიწყდეთ, ბაყაყებს აუცილებლად შეეშინდებათ. გამარჯობა კალათბურთელებო, მოგვიანებით ვისაუბროთ. რა, კალათბურთელებო, შეგეშინდათ? აბა კიდევ ერთხელ სცადეთ და ჩემს მასკოტს შეეხეთ. აბა ცადეთ და ჩემი კოსტუმის თავს ისევ შეეხეთ. მოიცა, ეს ვინაა? არ ვიცი, მაგრამ ალბათ ვიღაც ცუდი გოგოები. როგორც ჩანს ამ სკოლაში ბევრი ჩხუბი იქნება. გონი რაღაც სერიოზულს აპირებენ. წავიდეთ და ვნახოთ. გაიწიეთ, ბანი მოდის. ხო, მეც ვერაფერს ვამბობ. გონი რაღაც სერიოზული ხდება. ვაუ, ეს ვინ იყო? ვერაფერს ვხვდები. დიმა, წავიდეთ, რამე შარში არ გავერხვიოთ. გაგვატარეთ, კალათბურთელები მოდიან. იმედია ჯორჯი არ მოვა აქ და არაფერი მოხდება. კარგი, ყველა აქ არის? კი. არ გეშინიათ, ხო? არა. კარგი, წავიდეთ და ბაჩვენოთ ბანის, რომ თავი აღარ მოიკატუნონ, ვითომ მაგრები არიან.
გამარჯობა ბაყაყებო, სიურპრიზი მოსვის მოვედით. რა სიურპრიზი გველოდებოდა? ბანი მოხვედით? დანარჩენები სად არიან? შეეშინდათ? არ უნდათ სიურპრიზის ნახვა? კარგი გოგოებო, ვისაუბროთ? აი თურმე რა სიურპრიზი მოამზადეთ. ჩხუბი. გასაგებია. ჩხუბი? ბაყაყებო, გადაწყვიტეთ, რომ ჩვენს მეგობრებს დაელაპარაკოთ? ჯერ ჩვენ დაგველაპარაკეთ, აბა? ხო, გოგოებო, დაელაპარაკეთ ბაყაყებს და აუხსენით, როგორია, როცა ჩვენ გვეჯიბრებიან. ხო, გოგოებო, ნაფლეთებად დახიეთ. ერთი წამით, არ დაგუმთავრებია, ესენი ვინ არიან? ჩვენი მოჩხუბარი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, რომ დაგვეხმარონ, არა? აბა გითხარით ჩვენში ლიდერებს ვინ აწუხებს? კალათბურთელება გოგოები თავისთავად თვითონ მიხედავენ. ჯანდაბა, მთელი გუნდი მოიყვანეთ? ჩვენ საწყალ ბაყაყებთან? ხო, უბრალოდ გვინდოდა რომ სიურპრიზი გაგვეკეთებინა. მხოლოდ ხუმრობა იყო, ბლონდი ხუმრობით კრათხელი. მართლა და აბა რა სიურპრიზი მოგვიმზადეთ? ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა. იქნებ ჩვენ აგვხსნათ. არ არის საჭირო უხედა, უკვე ყველაფერი გაიგეს. ბაყაყებო, ყველაფერი გავიგეთ. თქვენი საუბარი ოთახში. ბანი კარგია, ბანი საუკეთესოა. საპირფარეშოში უნდა წავიდე. ჩვენ არაფერი დაგვიშოვებია, ხო, ჩხუბი არ გვინდა. ყოჩახ გოგოებო, ძალიან მაგრები იყავით. მოიცადე, ეს გოგოები ვინები არიან? რა მაგარია? არ არის საჭირო რომ იცოდეთ, მასკოტ. კარგი. კიდევ ვის ვეჩხუბოთ ამ სკოლაში? აღარავის გოგოებო, მადლობა, თუ დაგჭირდა დაგირეკავ. გოგოებო, თუ დაგჭირდებით დაგვიძახეთ. ხო, ჩვენ ყოველთვის დაგიცავთ. დიანა, ხო იცი, მე შენ ცუდად არასდროს მოგექცევი. მადლობა ბიჭებო, ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ, გოგოებო, წავედით. აბა, როგორ შევებრძოლეთ ბაყაყებს, მოგეწონათ? მაშინ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად!